ახლა კი უნდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც სამეგრელო ზემო სვანეთში ჩვენს ბუნებრივ სიმდიდრეს ტყესიცავენ და ცდილობენ ადამიანისა და ბუნების მეგობრობა კონკრეტულ საქმედ აქციონ. მეტყევება მხოლოდ პროფესია არ არის, ეს მისია. მათ ყველაზე უკიდიციან რას ითხოვს და რა სჭირდება ბუნებას. საქართველოს 45% ტყით არის დაფარული, რომელსაც 480-მდე ტყის მცველი და 100 მეტი მეტყევე იცავს. უცნობი გმირები დაუღალავი შრომით ცდილობენ გაუმკლავდნენ სირთულეებს და მომავალ თაობებს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე შეუნარჩუნან. ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის ტერიტორიაა. ამ დღეს 1 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია და თხმელა, წიფელა, რცხილა ხარობს. სოფლის რწმუნებულის განცხადების შესწავლის საფუძველზე ეს ადგილი გამოყოფილია ტყეკაფისთვის. ტყეკაფისთვის გამოყოფილ ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ. დგინდება კოორდინატები, იზომება ხის დიამეტრი. მისი მოცულობის განსასაზღვრად ინომრება და მხოლოდ მონიშნული ხის მოჭრა შეუძლია მოქალაქეს. დიდი გამოცდილების მქონე მეტყევე თენგიზ მიქავა სწორედ ტყეკაფისთვის გამოყოფილ ადგილზე იმყოფება და კანონით დადგენილ სამუშაოებს ატარებს. მოსაჭრელი ხის დიამეტრი 36 სანტიმეტრს უნდა აღემატებოდეს, ხოლო ასაკი 20 წელს. ტყეკაფვის ვადა 2 წლითაა დადგენილი, შემდეგ კაფვა შეწყდება. პირველ რიგში როცა შევდიოთ, ფუღურიან და ფაუტიან ხეებს ვეძებ და ნიშნავ მიდის ნომერაცია, დავნობრავთ ამ ხეს, გავზომავთ დიამეტრს, სუპერბოლად ვიღებთ კოორდინატებს, სადაც ვართ, რომელ ლიტერში, რომელ კვარტალში. შემდეგ ვნომრავთ ხეს, ზომავთ დიამეტრს და შემდეგ მოცულობას გამოვიანგარიშებთ და უკვე ვიცით რამდენი არის მოსაჭრელი, რამდენი აქვს მოსახლეს, მოდის მე მოქალაქე, ბანკის ქვითარს აიღებს, მოვა სპეციალისტთან და სპეციალისტი მიუთითებს თუ რომელი ხე უნდა მოჭრას. თენგიზ მიქავას თქმით, ბოლო დროს ტყის უკანონო კაფვა, ხის უკანონო მოჭრის ფაქტები შემცირდა. მაგრამ თუ გაკაფული ტყეების ადგილზე არ მოხდა განაშენიანება, ახალი ხეების დარგვა, სურთ შედეგებს მივიღებთ. მიაჩნია, რომ მოსახლეობამ გაკაფული ტერიტორიები აუცილებლად უნდა გააშენიანოს. როგორც მეტყევეს, უნდა მართო მოჭრილი ხე გულზე მოქმედეს ჩემთვის, როგორც პიროვნებაზე, როგორც მეტყევაზე მოქმედეს გულზე ძალიან. ხის უკანონო ჭრაზე კანონით გამკაცდა, ეხლა რამდენიმე ხნის უკან გამკაცდა და ჩემი აზრით ძალიან კარგია, რომ ადრეულად გამკაცრებული იყო. ამ გამკაცრების შემდეგ მოსახლეობა უფრო უფრთხილდება. ხეთქის უკანონო ჭრას და აი გაზიფიკაციამ კიდე უშველა ხეთქს, სადაც შევიდა გაზი, უფრო ნაკლებია მოთხოვნილება შეშაზე ხეთქაზე. დროთა განმავლობაში რო გავა წლები, ალბათ ყველა მოიჭრება ეს ასაკი 36 დიამეტრის ზევით რო იქნება, სულ თანდათან მოიჭრება და უკეთესი იქნება რომ მოსახლეობა მე იფიქროს მისი განახლებისთვის. დაბლობიდან ურთის მთაზე გადავინაცვლეთ. ურთის მთა ზღვის დონიდან 446 მეტრზეა. ის მთლიანად ტყით არის დაფარული. ძირითადად ხარობს რცხილა, იფანი, თხმელა, კორპის მუხა. სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის, სატყეო უბნის ხეთის სატყეოში 2018 წელს 9 ჰექტარზე იფანი დარგეს. მიზეზი ურთის ტყის გამეჩხერება იყო. ნარგავების ნაწილი ბორჯომის გადამწვარ ტერიტორიაზე გააგზავნეს, ნაწილი ჰექტარ 9 ტერიტორიაზე იქვე სიახლოვეს 2020 წელს გადარგეს და სანერგეს მსგავსად ისიც შემოყობეს. ნერგებმა კარგად იხარა და ადამიანის თუ ბუნებრივი პირობების გამო დაზიანებულ გამეჩხერებულ ტყეს ახალი სიცოცხლე მისცეს. ტყეკაფებში მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე იქ, სადაც ადამიანი შედის და უკანონოდ მოიპოვებს ტყეს. ამის შემთხვევაში ტყეს ერღვევა ყოველგვარი კანონზომიერება. წლების განმავლობაში აქ ერთხელ უკვე იყო ჭრა. შემდგომ რამდენიმე წელი ჭირდება, რომ განმეორებით შევიდეთ ჩვენი ტყეში. განმეორებით ვერ შევდიოდით და იქიდან რომ მოსახლეობისთვის ეს მისადგომი ადგილი იყო, მოსახლეობა უკანონოდ ჭრიდა და ამის გამო ჩვენ გადავწყვეტეთ ამ ადგილას იფნის გაშენება. ლამზირა კიკალია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევე. თითქმის 9 საუკუნია სატყეო სამსახურში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო და სახიფათო თავგადასავალი ჰქონია. მისთვის მეტყევეობა მარტო სამსახური არ არის. ცდილობს ტყის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებთან ისაუბროს, ხვდება სკოლების ეკო-კლუბების წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობას. მეტყევედ იყო არ არის ადვილის საქმე. ძალიან უნდა გიყვარდეს ეს საქმე,
ვთქვი რომ ამდენი წლის განმავლობაში ემსახურო ტყე მარტო ტყე არ არის წყალმარეგულებელი თვისება აქვს გარემოს დაცვითი ნიადაგის დაცვითი თვისება აქვს ჰიგიენური სანიტარული ჰიგიენური თვისება აქვს კულტურული საკურორტო რეკრეაციული გამოყენებისთვის და დღეს მდგომარეობით ძალიან ბევრი ფუნქცია გარდა იმისა რომ უნდა მოქცეს მერქანი აუცილებლად გარდა იმისა რომ ესე იგი იზრდება ეს და რატომ უნდა დაიკარგოს ის რომელიც უნდა ადამიანმა გამოიყენოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხე-ტყის უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მარტო მიმდინარე წლის 9 თვეში ეროვნული სატყეოს თანამშრომლებმა სამართა დარღვევის 516 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 455 შემთხვევა. სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი. 4 დაურეგისტრირებელი სახერხი, 3 სანახშირე საამქრო ნებართვის გარეშე. 2026 წლიდან სატყეო სამსახური გეგმავს ტყის მოვლა აღდგენის კამპანიას. მარტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 60 ჰექტრამდე ტერიტორიაზე მოხდება დეგრადირებული ტყის ფართობის აღდგენა.